კვირას 4 იანვარს ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა დიდმოწამე ანასტასიას, წმინდა მოწამეებს ქრისოგონის, თეოდოტიას, ებოდის, ევტიქიანეს და სხვებს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. თანამსახურებდნენ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა დღევანდელ ქადაგებაში მოახლოებულ ქრისტეს შობის დღესასწაულზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღეა. საქართველოს ეკლესიის მეთაურს დღეს 93 წელი შეუსრულდა. მიტროპოლიტმა შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, ყოვლად უსამღდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, შობის წინა კვირას, ასე ეწოდება დღევანდელ დღესასწაულს. შობამდე, შობის წინ 2 კვირა დღე ეძღვნება ძველი აღთქმის მამათ მთავრების, წმინდა მამების და ყველა იმ ღვთის სათნო ადამიანის ხსენებას, რომლებიც სათუთად ინახავდნენ გადმოცემას სოფლის მხსნელის მოვლენების შესახებ, იყვნენ ერთგულნი აი ამ აღთქმისა და თავიანთი სიცოცხლე გაიღეს იმისთვის, რომ მესია შობილიყო ამ ქვეყნად. შეგვეციოს მათი ლოცვები და მათი მადლი. ჩვენ სულ მალე ვიზეიმებთ შობის დიდებულ დღესასწაულს. რა ადვილია ამ სიტყვების თქმა, შობა ქრისტესი. მაგრამ რა დიადი აზრია ამ სიტყვებში. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე მეტი, რა უნდა მომხდარიყო დედამიწაზე, რომ თვით ღმერთი მოევლინა კაცობრიობას როგორც ადამიანი. მას ელოდნენ, მის მოსვლისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ ეგონათ, რომ იგი მოვიდოდა ამ ქვეყნიური დიდებით, ძლევამოსილებით, მაგრამ იგი მოვიდა სიმდაბლით, ღარიბულ გარემოში, იშვა ბაგაში და ვინ შეიტყო მის შესახებ? მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა ქალწულმა, წყემსებმა, სამმა მოგმა აღმოსავლეთიდან, მეტი არავინ. ხალხი მრავლად იყო იქ, მაგრამ ვერ იცნეს, ვერ გაიგეს, ვერ შეიტყვეს. და აი ჩვენ სულ მალე მიულოცავთ ერთმანეთს შობის დღესასწაულს. გაიშლება საშობაო სუფრები, როგორც ყოველთვის ერთმანეთს ვაჩუქებთ, საჩუქრებს, ისევ მორთული იქნება ნაძვის ხეები ჩვენ სახლებში. ვიღაცა სანთელს დაანთებს ფანჯარასთან, ესე გარეგნულად ლამაზად იქნება ეს დღე მორთული, ძალიან ტრადიციულად. მაგრამ რა იქნება ჩვენს გულებში, ჩვენს სულში? ვინ შეიცნობს იესო ქრისტეს? ვინ შეიყვარებს მას?
ვინ მიიღებს მის სიტყვას, ვინ შემოუშვებს მას თავის გულში იმისთვის, რომ მასთან ერთად იცხოვროს. აი შობის დღეს ყოველი ადამიანის გული ხომ იმ ბაგად იქცევა, სადაც ჩვილი იესო დააკაკუნებს თავის ყოვლადწმინდა დედასთან ერთად და გაუღებთ ჩვენ კარს, გულის კარს, მას შემოვა ის ჩვენს გულში და რაც თავარია, რას ნახავს იქ, აი ამაზე უნდა ვიზრუნოთ ძვირფასო ძმებო და დებო დღეს ვემზადებით შობისთვის. უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა ამ დედამიწაზე მშვიდობა, სიყვარული, სულის სიწმინდე და აი მას შევეგებოთ მას და შევხვდეთ ჩვენც მშვიდობით, სიყვარულით, სულიერი სიწმინდით. ვეცადოთ მოვიპოვოთ ეს თვისებები. იმიტომ რომ ძალიან ბევრია იმის შესაძლებლობა ამისთვის ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გარშემო და ვევედროთ უფალს შეგვეციოს, რომ ამ ახალ წელიწადს ჩვენ ეს შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ და ეს თვისებები მოვიხვეჭოთ. დღეს ჩვენ აღნიშნავთ კიდევ ერთ ძალიან სასიხარულო დღეს. დღეს გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაბადების დღე. მას შეუსრულდა 93 წელი. მინდა თქვენთან ერთად შვილებრივი სიყვარულით, გულითადად მიულოცო მას დაბადების დღე. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ ასევე მისი აღსაყდრებიდან 48 წლის თავი და აი შობის წინა დღეებში ამ ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა გვავსებს ჩვენ განსაკუთრებული სიხარულით და მადლიერებით მისი უწმინდესობისა და უნიტარესობისადმი. რადგან მისი მამათმთავრული მსახურება შეიძლება ითქვას, რომ ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ ძვირფასო მეუფეო, ძვირფასო მამებო და ძმებო და დებო, მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას მიმყვანებელს წმინდა ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი იესო, სოფლის შემოქმედი და მაცხოვარი და ეს ჭეშმარიტი გზა არის ღვთის დიდების, კაცთა შორის სათნოების, ქვეყანასა ზედა მშვიდობის გზა, რაზეც გალობდნენ წმინდა ანგელოზები შობის ღამეს. კიდევ ერთხელ ულოცავთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას დაბადების დღეს. ღმერთმა ინებოს მისი ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ღვთის სადიდებელად და ჩვენი ერის გასაძლიერებლად. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ბედნიერი შობა და ბედნიერი წელიწადი მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. სამების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავდნენ და მის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდნენ. ულოცავთ მის უწმინდესობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს იუბილეს, ჩემი სახელით და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სამღვდელოების და მრევლის სახელით ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს უსურვებთ მის უწმინდესობას და მინდა უთხრა, რომ ძალიან გვიყვარს და ჩვენთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ზოგადად საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის პატრიარქი არის კანონმეორებელი პიროვნება, რომელმაც ეპოქა შექმნა და
რა თქმა უნდა, თითეული ჩვენთაგანისთვის დღევანდელი დღე ძვირფასი და მნიშვნელოვანია და მთლიანად ერთ სულ როცავ ჩვენ ეკლესიას ულოცავ დღევანდელ დღეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეოროს ულოცავ 93 წლის თავს. განსაკუთრებულია მისი მოღვაწეობა. ჭეშმარიტი მამამთავარია ჩვენი ქვეყნისა, უკვე 48 წელია. როგორც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე ბეუფემშიო ქადაგების დროს აღნიშნა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოღვაწეობა გავს იმ ცისკრის ვარსკვლავს, რომელიც მოგვებს ბეთლემისაკენ მიუძღო და მართლაც მისი მამამთავრობით უამრავი ადამიანი მოექცა. თუნდაც ის, რომ 50,000-ზე მეტი ნათლული ყავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ბევრის აღნიშნულია. დიდხანს სიცოცხლეს უსულო მრავალ ჟამიერ. დღეს 4 იანვარს საქართველოს ეკლესია აღნიშნავს გამორჩეულ და ღირსშესანიშნავ დღეს. მოიხსენებათ დღეს გახლავთ ჩვენი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღე. მან დიდი გზა გაიარა პატრიარქობის, თითქმის უკვე 9 საუკუნეა, რაც ის აი ამ საქმიანობას ეწევა. და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის და შეიძლება ითქვას უახლესი ეკლესიის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა თავისი ხანდაზმულობით და თავისი სტაჟით, რომ ამდენი ხანი ის არის საპატრიარქო ტახტზე. მან ურთულესი ცხოვრება გაიარა და შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება რაღაც დეტალები ვიცით იმ სირთულეებისა, რაც მას მოუწია თავის საპატრიარქო საქმიანობის პერიოდში, ასე ვთქვათ, შეხება, რომ ეს არის ის სირთულეები, რაც მხოლოდ მან ერთმა იცის და შეუძლებელია სხვა ადამიანებს ბოლომდე გააცნობიეროს. ამიტომ მე მინდა მთელი სული და გულით ჩვენი სახელით მიულოცოთ ჩვენს პატრიარქს ეს ღირსშესანიშნავი დღე, უსურვო მას ჯანმრთელობა, დღეთა სიგრძე, ხნეობა და გამარჯვება ბოროტსა ზედა. გილოცავთ თქვენო უწმინდესობაო, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, ჯანმრთელობას, შეგვიდე გვაპატიე, არა ვართ ზოგჯერ ისეთი ღირსეული შვილები, როგორც გეკადრებათ, გვაპატიეთ და თქვენი ლოცვით გაგვაძლიერეთ. ძალიან გვიყვარხართ უწმინდესო. დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღმერთმა გაგაძლიეროთ. ულოცავ პატრიარქს დაბადების დღეს, დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებ და ვუსურვებ, რომ დიდხანს ემსახუროს ქართველი ერისთვის და ხალხისთვის. სრულიად საქართველოს ულოცავ პატრიარქის დაბადების დღეს, უნდა ჯანმრთელი, ბედნიერი და ჩვენი ქვეყნის გვერდით იყოს. მისი ლოცვა კურთხევა არ მოკლებოდეს სრულიად ერს. ცოტა ღელა მეტად მნიშვნელოვანი დღე არის, თუ თითოეული ადამიანი გაიაზრებს და მიხვდება რამხელა ბედნიერება გვხვდა წილად, რომ ამ ეპოქაში დავიბადეთ და გვაქვს ბედნიერება მასთან უშუალო ესე იგი კონტაქტის და ურთიერთობის. მინდა ჩვენს პატრიარქს უსურვო დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე და ვლოცავ დაბადების დღეს. ვლოცავთ უпростоეთ მე და ჩემი შვილიშვილი პატრიარქის ნათლული ვივიანა. ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს მისი თავი. მინდა მიულოცო ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს 93 წლის იუბილე. მინდა რომ სულ ჯანმრთელი და ბედნიერი გყავდეს ჩვენს გვერდით და მისი კურთხევა და ლოცვა არ მოგვაკლდეს. ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ვლოცავ 93 წლის იუბილეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, გააძლიეროს უფალმა და დედა ღვთისმშობელმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ჩვენს ტკბილ პატრიარქს ვლოცავ დაბადების დღეს და ღმერთს ვთხოვ, რომ დღეგრძელი, ბედნიერი, გაძლიერებული გვიმყოფოს და ჩვენც შეძლების დაგვარად არ დაგვებძიბებინოს მისი ჯვარი, იმიტომ რომ უდიდესია პატრიარქის ღვაწლი, უდიდესია მისი სიყვარული ჩვენი ერის მიმართ, ჩვენი სამშობლოს მიმართ და სიტყვებით ვერ აღწერს ადამიანი, ძალიან რთულია. მეც არ მინდა რომ გავაუბრალო ჩემი სიტყვებით, უბრალოდ მთელი სულით და გულით ვლოცავ და ღმერთს ვთხოვ მის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. ჩემს საყვარელ პატრიარქს მინდა მიულოცო დაბადების დღე და დიდხანს გყავდეს. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება უერთდება მილოცვებს. საქართველოს ეკლესიის მეთაურს დაბადებიდან 93 წელს ულოცავს და ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს უსურვებს.